მას როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც დაიწყო. რუსეთმა სასტრაფოდ დახურა საზღვრები ჩრდილოელ მეზობლებთან და ამიერიდა რუსს შეუძლია თავისი ქვეყნის დატოვება მხოლოდ ბელარუსში ან აზიის ქვეყნებში, მაგრამ არა ევროპაში. სამი ნატოს ქვეყანა ამიერიდან რუსებისთვის დაკეტილია. ამავე დროს გერმანია ოფიციალურად და ასევე სასტრაფოდ ურჩევს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი სირსკი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთის გენშტაბმა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკვე შეიმუშავა ახალი შეტევის სცენარები და ყველაზე სავარაუდო დარტყმა ჩრდილოეთში, კერძოდ კი ჩერნიგოვის ოლქზე. ან შეტევა სწორედ ნატოს ქვეყნებზე განხორციელდება. ამ ფონზე კი უკრაინული რაკეტები Flaming და უკვე თითქმის რუსეთის ნახევარი ამ შესანიშნავი უკრაინული რაკეტების მოქმედების ზონაშია. ამ გამოშვებაში ყველაფერს დეტალურად აგიხსნით. პირველი, რას ნიშნავს პუტინის მიერ საზღვრების მოულოდნელი დახურვა და რატომ დაიწყო ევროპამ თავისი მოქალაქეების რუსეთის მთელი ტერიტორიიდან ევაკუაციაზე საუბარი. მეორე, როგორ მოაქცია უკრაინის შორმანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა კრემლი მახეში. იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. იწყება სატოვის კრიზისი. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ თავად ვლადიმირ პუტინი დასავლურ დაზვერვის მონაცემებით საკუთარი მარცხის მძევლად აღმოჩნდა. მესამე, რომელ მიმართულებაზე ამზადებს რუსეთი ესკალაციას. ეს არის ჩერნიგოვის მიმართულება. პროვოკაციები პოლონეთისა და ბალტიის წინააღმდეგ. და რა თქმა უნდა, კითხვა რუსეთში ახალი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ხმებზე. და მეოთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი. შეუძლია თუ არა უკრაინულ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პუტინის გეგმების ჩაშლა. სწორედ ესკალაციის მიმართულებით. ან პირიქით მხოლოდ უბიძგებენ მას, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ფსონები ამ ომში. მოგლეთ, ტრადიციულად ეხლა ყველაფერს ერთად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს გამოშვება. და არ დაგავიწყდეთ, კომენტარი დაწეროთ ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ფული მასზე ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აი რატო არ გიღებ? სოლი არა ბენზინი ხო იალტაში? ბენზინი ჩვენთან 600 50 წელია. 350-ია 400-ად ვინც როგორ. ხოლო დამსვენებლებს იალტაში 1000 რუბლად აძლევთ. პუტინს ამ ბენზინს რამდენად მიყიდით? პუტინს მე პირში მივცემ. მოდი დავიწყოთ იმ სიახლით, რომელმაც პრინციპში ამ გამოშვებას სახელი მისცა. რუსეთი კეტავს საზღვრებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ესკალაციისთვის მზადებას. რუსეთის მთავრობამ დღევანდელი დრიდან 1 ივლისიდან დროებით შეაჩერა მოძრაობა რკინიგზის გამშვებ პუნქტებზე, ფინეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზღვარზე. ანკარგულების ფორმულირება მშრალია, უფრო მეტიც შემაშფოთებელი. დროებით შეაჩერა, რომ პირების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და ტურისტების მოძრაობა რკინიგზის გამშვებ პუნქტებზე, სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე. აი რას ნიშნავენ ამ სიტუაციაში, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები არ სახელდება, ხოლო შეზღუდვების ვადები არ არის მითითებული. აი, ახსნა განმარტებების არ არსებობა, სწორედ ეს არის სიგნალი. იმიტომ რომ თუ თითქოს არაფრისთვის ემზადებით, არაფრის გეშინიათ, მაშინ საზღვრებს არ დახურავდით. მით უმეტეს ამ ყველაფრის ფონზე, ამაზე შემდეგ გიამბობ რამ გამოშვებაში. ეს ზუსტად ასე გამოიყურება, როგორც მომავალი იზოლაციისა და ესკალაციისთვის მზადების ელემენტი. მეორე მხრივ, მაშინვე აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქში უბრალოდ დაიწყეს ფედერალური გზების გადაკეთვა და ამოწმებდნენ ყველა ტრანსპორტს, რომელიც რეგიონალური დედაქალაქისკენ მიდიოდა. გარდა ამისა, ოლქში შესვლისას რუსეთის ხელისუფლებამ გამორთო მობილური კავშირი და ინტერნეტი. სამართალდამცველები დეტალურად ამოწმებენ მსუბუქ ავტომობილებს. განსაკუთრებულ ყურადღებას დრებას უთმობენ საბარღულში არსებულ ნივთებს, ხოლო სატვირთოებს სამსახურებრივი ძაღლების დახმარებით ჩხრეკელი. ორშაბათს მურმანსკის ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა ეს ტოტალური შემოწმებები და მძღოლებს ურჩია გზაზე დამატებითი რამდენიმე საათი გაითვალისწინო. რადგან მურმანსკის ოლქში შესვლამდე შემოწმებაზე დიდ რიგში მოვიწევთ დგომა. ამასთან 27 ივნისს მურმანსკის ოლქის ხელისუფლებამ გააფრთხილა. ფინეთთან და ნორვეგიასთან მოსაზღვრე რაიონების ცხოვრებლები გააფრთხილეს უცხოური დივერსიულ სადაზვერვო ჯგუფების აქტიურობის შესახებ. თუმცა მალევე რატომღაც ეს შეტყობინება წააშალეს. და აი თვითმხილველების თხით რეგიონში არაოფიციალურად შემოიღეს კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. და ეხლა უკვე საზღვრების დახურვაც ხდება.
ამ სიტუაციაში ვარაუდობ, რომ ტოტალური სატრანსპორტო შემოწმებები და საზღვრის დახურვა ხდება. ეს არის შიში უკრაინული ოპერაცია პაუტინას გამეორების წინაშე. ამ ოპერაციის დროს სატვირთოებში დამალული დრონები რუსულ სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომებს დაესხნენ თავს. მათ შორის ოლენიის ავიაბაზა იმავე მურმანსკის ოლქში. მაშინ გასულ წელს ამ ობიექტზე დაზიანდა 4 ბირთვული ბომბდამშენი თუ-85. ერთი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-12 და ერთი ზებგერითი რაკეტმზიდი თუ-22M3. მაგრამ პრაქტიკულად ერთდროულად საზღვრების დახურვასთან რუსეთის მხრიდან მოდის მეორე სიახლეც და ის ეხება იმას, თუ როგორ ხედავენ ამ სიტუაციას ევროპაში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა რეკომენდაციები რუსეთისკენ მოგზაურობის შესახებ და მოუწოდა თავის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ეს არასახელმწიფო. თუ ადრე გაფრთხილება ძირითადად უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებს ეხებოდა, ეხლა კი ეს გაფრთხილება ვრცელდება სრულად მთელ არალაგებულ რუსეთის ტერიტორიაზე. გერმანიის უცხებამ გააფრთხილა, რომ დრონების თავდასხმების რისკი რჩება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე. მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგი და ლენინგრადის ოლქი უცხებამ განსაკუთრებით აღნიშნა. ბოლო თვეებში ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან მასიური დრონების თავდასხმების სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, დრონების თავდასხმები და მათი ნამსხვრევების ვარდნა ზიანს იწვევდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ზიანი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. გერმანია ყველაზე საშიშად რუსეთის რეგიონებს მიიჩნევს. გერმანია ყველაზე საშიშ რეგიონებად ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟის, როსტოვის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეს მიიჩნევს. შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთელი სია გამოაქვეყნა. რატომ გახდა რუსეთში არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ უბრალოდ ყოფნაც კი სახიფად. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ავიამიმოსვლის შესაძლო შეფერხებებზე. დრონების თავდასხმების გამო რუსეთში რეგულარულად შემოაქვთ შეზღუდვები აეროპორტების მუშაობაზე, რაც იწვევს ფრენების დაგვიანებებს და გაუქმებებს. რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია საწვავის მიწოდების შეფერხებები რუსეთის ზოგიერთ რეგიონში. გერმანელებს ცალკე გააფრთხილეს თვითნებური დაკავების რისკზე და საკონსულო დახმარების შეზღუდულ შესაძლებლობებზე. და მე კიდევ დავამატები, რომ გერმანელებს უთხრეს, თქვენ ცხოვრობთ გაუვლელ და დაუბანელ რუსებთან ახლოს. ამიტომ უმჯობესია იქიდან გაემგზავროთ. განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის პარანოიდული შიშის ფონზე დივერსიების მიმართ გერმანელებს მაინც თხოვეს იქიდან წასვლა. ფარცხლად ევროპელებმა მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს დატოვონ რუსეთი, რათა საბოლოოდ ალბათ მოხდეს ამ გაუვლელი რუსების ცივილიზებული სამყაროდან მოწყვეტა. მაგრამ რომ გავიდოთ, რატო დაიწყო გერმანია მოულოდნელად საუბარი დრონებზე რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, უნდა დავაკვირდეთ იმას, რას აკეთებს უკრაინა. და ის აკეთებს სტრატეგიულ საქმეს. რუსეთის მთელ სიღრმეს აქცევს დარტყმის ზონად. უახლესი მაგალითი არის 1 ივლისის ღამე. იმ ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა პენზა დაარტყეს. დარტყმის ქვეშ მოხვდა როსკოსმოსის ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ეს შემთხვევითი მიზანი არ არის, ეს არის რუსეთის არმიის დაბრმავების თანმიმდევრული სტრატეგია. ცოტა მოგვიანებით აგიხსნით, რას გულისხმობ. პენზის ინსტიტუტი აწარმოებს სენსორებსა და საზომ სისტემებს სარაკეტო კოსმოსური და საავიაციო ტექნიკისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით. სწორედ ეს საწარმო აწვდის აღჭურვილობას Su-34 და Su-57 გამალადგურებლებისთვის, ასევე ფთოსანი რაკეტებისთვის Khas-1, 59 M2 ისკანდერის, ბულავასა და ტოპოლ-M-ის კომპლექსებისთვის. ამავე ღამით კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მოხდა კიდევ უფრო შორს რუსეთის სიღრმეში. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა დარტყმის შესახებ უფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტია. საუბარია ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე ქალაქ უფას ჩრდილოეთ ნაწილში. მას ეწოდება ბაშნეფტ უფა ნეფტეხიმი. წელიწადში 9 მილიონი ტონა სიმძლავრით და პლუს ბაშნეფტ უმფეს. დაახლოებით 7 მილიონი ტონას ამუშავებს წელიწადში. ისიც დაზიანდა. მანამდე შეგახსენეთ, უფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე დაექვემდებარა თავდასხმას 25 ივნისს, ანუ იდივე ქარხანაზე, ორჯერ ერთი კვირაში, საზღვრიდან 1300 კილომეტრში. და აი ამ დარტყმების ფილოსოფია. ზელენსკიმ ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბა. ციტატა: "ჰოლდრიურად სრულდება ჩვენი გეგმა უკრაინული შორი მოქმედების შესაძლებლობების გამოყენებაზე. ეს სამართლიანია. პასუხად ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აკეთებს, რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი. აქ შეგახსენებ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ზელენსკიმ გასცა ბრძანება პირველ რიგში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს. დაიწყოს ასეთი 40 დღიანი ოპერაცია, ოლდრიული დარტყმების რუსეთზე. და აი ეს ხორციელდება.
საერთო ჯამში გასული ღამის მასშტაბი ასეთია. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში უკრაინამ გაუშვა რუსეთზე 179 უპილოტო აპარატი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ეს უპილოტო აპარატები დაფრინავდნენ ზემოთ. ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, კალუგის, კურსკის, ორლოვის, პენზის, როსტოვის, სარატოვის, სამარის, ტვერისა და ულიანოვსკის ოლქების თავზე, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეების თავზე, მოსკოვის რეგიონებზე და ოკუპირებულ ყირიმზე. ანუ დარტმის ქვეშ თითქმის მთელი რუსეთის ევროპული ნაწილის რუკა. ერთ ღამეში. აი ესეთი მასშტაბებია. ის რაკეტები კი ფლამინგოა. სუბტიტრები შექმნა დიმატორს უკმა. სუბტიტრები შექმნა დიმატორს უკმა. სუბტიტრები დიმატორს. სუბტიტრები შექმნა დიმატორს უკმა. სუბტიტრები დიმატორზოკი. სუბტიტრები შექმნა დიმატორზოკმა, მაგრამ იცით, დრონები თავის ადგილზეა, მაგრამ ბოლდრების მთავარი ვარსკვლავი არის უკრაინული ფრთოსანი რაკეტა ფლამინგო. 27 ივნისს მან დებიუტი მოახდინა გახმაურებულ სამიზნეზე. შაბათის რამეს ვოლგოგრადი რაკეტური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. დაზიანდა სამრეწო საწარმო კრასნოოქტიაბრსკის რაიონში. და მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სამიზნე გახდა თავდაცვითი ქარხანა ტიტან ბარიკადი, რომელიც უშვებს გამშვებ დაანდგარებს ისკანდერ M-ისა და ტოპოლ M-ის კომპლექსებისთვის. რა ქარხანაა ეს? მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ შევაფასოთ ეს დათმო მთლიანობაში. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით საწარმო შედის როსკოსმოსის სტრუქტურაში და აწარმოებს თვითმავალი გამშვებ დაანდგარებს ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსებისთვის ისკანდერ M, ავტონომიურ დამშვებ დაანდგარებს ტოპოლ M-თვის, საარტილერიო ნაწილებს ჰაუბიცა MSTA S-თვის. ანუ კიდევ ერთხელ, უკრაინა ურთხამს იმ რაკეტების წყაროს, რომლებითაც რუსეთი ტერორიზებს უკრაინულ ქალაქებს და ყურადღება ისევ ურთხამს. ურთხამს ობიექტს, რომელიც დაკავშირებულია როსკოსმოსთან. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი, უკვე მეორედ ვახსენებ როსკოსმოსს ამ გამოშვებაში და ეს შემთხვევითი არ არის. აი ფლამინგოს რაკეტით დარტყმების ეპიზოდები შესანიშნავად აღწერეს დღეს ბლუმბერგში. შემდეგ ციტატა. უკრაინული შეტევების მასშტაბი და გეოგრაფიული დაფარვა აჩვენებს, როგორ განვითარდა ქვეყნის შესაძლებლობები შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში. ადრე უკრაინას მხოლოდ მეზობელ რეგიონებზე შეეძლო დარტყმა. მაგრამ წელს იმ რეგიონებში, სადაც რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს, სულ მცირე ერთხელ გამოცხადდა განგაში, მათ შორის დასავლეთ სიბირის ომსკის ოლქშიც, რომელიც თითქმის 3000 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვართან. და ამ წინსვლის მთავარი გასაგრები სწორედ უკრაინული წარმოების რაკეტები და დრონებია. აი საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი დუგლას ბარი ხსნის, ფლამინგო იძლევა შესაძლებლობას მიაყენოს დარტყმა რუსეთის სიღრმეში, დიდი საბრძოლოთავით. ეს მნიშვნელოვანი ევოლუცია შორ მანძილზე დარტყმების კამპანიაში. მისი თქმით, რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის უნარი აზიანებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ძალისხმევის ელემენტებს და ზიანს აყენებს ეკონომიკას. და უსვამს ხაზს რუსეთის საზოგადოებისთვის, რომ ომს უკრაინის წინააღმდეგ თავისი ფასი აქვს. მახასიათებლები შთამბეჭდავია, რადგან ფლამინგოს წარმოება ფაქტობრივად გასულ წელს დაიწყო. მოქმედების რადიუსი მითითებულია 3000 კილომეტრამდე. ეს პოტენციურად საშუალებას აძლევს მიზნების დაზიანებას რუსეთის ევროპული ნაწილის უმეტეს ნაწილში და თეორიულად ურალის მიღმაც. სხვადასხვა შესანიშნავი ანიმაციური ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რაკეტა ფლამინგო, ჩემს YouTube არხზე და გირჩევთ რომ ნახოთ. ამ ვიდეოს ბულს დავტოვებ ამ გამოშვების აღწერაში. ამასთან დაკავშირებით Bloomberg წერს, არსებობს შთამბეჭდავი დარტყმები, ეს არის ანთებული ნავთობქარხნები და არსებობს ჩუმი დარტყმები, მაგრამ შესაძლოა ისინი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. კოსმოსური კავშირის ცენტრის დუბნას დაზიანება 22 ივნისს მოსკოვის ოლქში გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ბოლო დროს იშვიათად ახორციელებს მასიურ სარაკეტო დარტყმებს უკრაინაზე. და ეს ისე ობიექტია, რომელიც დაკავშირებულია როსკოსმოსთან. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთი ბოლო დღეებში ვერ ახერხებს სარაკეტო შეტევების თავის დაწყებას უკრაინაზე, რადგან დაზიანებულია კოსმოსური მართვისა და კავშირის ცენტრები. მათ არ შეუძლიათ დარტყმების მომზადება, ვერ უშვებენ იქ იმავე ორეშნიკს და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ეს კავშირის ცენტრები არ არსებობს, მაშინ სარაკეტო დანაყოფებიც ვერ მუშაობენ. ანუ უკრაინა უბრალოდ საწყობებს ნავთობგადამუშავებელ ქარხნებს ასე შემდეგს არ ანადგურებს.
უკრაინა მეთოდურად თუ გნებავთ რუსეთის სარაკეტო პროგრამის თვალებსა და ხელებს ანადგურებს. ქარხნები და სადაც ისკანდერებს ამზადებენ, იმ ცენტრებამდე, რომლებიც ან დათმობს ამიზდებენ და კოორდინაციას უწევენ. აი რატომ მოგიწოდეთ რომ დაგემახსოვრებინათ ეს მნიშვნელოვანი მომენტი როსკოსმოსის ობიექტებთან დაკავშირებით. ანუ ეხლა უკვე აშკარაა, რომ უკრაინა სწორედ კავშირს ანადგურებს. ეხლა იმაზე რას აკეთებენ უკრაინული დარტყმები რუსეთის ზურგში. როგორც ეს ბლუმბერგი რუსეთს უნდა ელოდოს დეფოლტების, გაკოტრებების, გადაუხდელობების, საწარმოების დახურვის, გათავისუფლებების და სისტემური ეკონომიკური კრიზისის სხვა გამოვლინებების ტალღა. ხოლო ნავთობის გადამუშავებაზე დარტყმები რუსეთის მთავარი კოზირის განულების გზად არის მოხსენიებული. ყოველდღიურ დონეზე ჩვენ უკვე ვხედავთ ამ კრიზისის ყველა გამოვლინებას. სატოვი დეფიციტშია. მაგალითად, გაზპრომ ნეფტი და ლუკოილი დაიწყეს ბენზინის გატედვის შეზღუდვა, თუნდაც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. ქირიმში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასობრივი გათავისუფლებებია ბენზინის დეფიციტის გამო. და რას თავარია რუსეთმა დაიწყო ბენზინის საზღვაო იმპორტი ინდოეთიდან. კიდევ ერთხელ ნავთობის ზესახელმწიფო ვიღაცისგან ყიდულობს ბენზინს და საკუთარ ტერიტორიაზე შემოაქვს. რატომ არის ეს პოლიტიკურად საშიში სწორედ ახლა? იმიტომ რომ რუსეთში არჩევნები უკვე სექტემბერში მოსაოდნელი და სატოვის კრიზისი ვლადივოსტოკს აზიანებს. ვლადიმირ პუტინს ყველაზე მგრძნობიარე მომენტში. ამიტომაც დაიწყო ეს ხმამაღლა ყვირილი რუსეთის არმიის ფრონტზე ხშირად მოგონილ წარმატებებზე. ის ფაქტობრივად ამბობს, მოусმინეთ დიახ, ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რაც თვით რუსეთს ხდება. ყურადღება არ მიაქციოთ საწოვის კრიზისს. ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რომ საჰაერო თავდაცვა არ მუშაობს და ასე შემდეგ. შობს, ყურადღება მიაქციოთ ჩემს ზღაპრებს იმის შესახებ, როგორ არღვევს რუსეთის არმია ფრონტის ხაზს ყველა მიმართულებით. როგორი იპყრობს ახალ ტერიტორიებს. აი გაანალიზეთ პუტინის გამოსვლები ბოლო 2 კვირის განმავლობაში. და თითოეულ მათგანში ის ხვება, როგორ არღვევს რუსული არმია ფრონტის ხაზს. და ამბობს, კი, პრობლემები ნამდვილად არის საწვავთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ რუსი ოკუპანტები, მომეწონა ეს მისი გამოთქვა, ამბობს ყოველდღე ურთხამენ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ. დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ლაპარაკობს, როგორც ვიღაცა უბნის ხულიგანი. ის ამბობს, ჩვენი ბიჭები ყოველდღე ურთხამენ. იქაც ხო ბიჭები ყოველდღე ურთხამენ, ყოველ ცისმარე დღეს ურთხამენ. არ ვიცი, ეს უბრალოდ, თუმცა რას უკვირდები, პირუთხი მართავს. ხალხი თუ პირუთხია, ხელმძღვანელიც ასეთივეა. და გახსოვთ, როგორც ჩიოდა ვლადიმირ პუტინი იმაზე, რომ უკრაინული დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ მიზნად ისახავს რუსებს შორის არეულობისა და შიშის დათესვას და რაც თავარია რუსებს დააჭოს რუსეთის ქმედებების სისწორეში. და აი დღეს ომის კვლევის ინსტიტუტი აფიქსირებს იმას, რაც ნამდვილად აიდულებს ვლადიმირ პუტინს სკამზე არაკომფორტულად იგრძნოს თავი. უკრაინული დარტყმების ფონზე რუსები სულ უფრო ხშირად ეძებენ ინტერნეტში ინფორმაციას იმის შესახებ, როდის დასრულდება ომი. ეს მაჩვენებელი საძიება მოთხოვნების გახდა რეკორდული სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სწორედ ბოლო 2 კვირაში. ომის შესწავლის ინსტიტუტმა დათვალა, რომ 22-დან 28 ივნისის კვირაში საძიებო სისტემაში შეკითხვების რაოდენობა თუ როდის დასრულდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია 127,000 მიაღწია. და ამ მოთხოვნების გეოგრაფია ფაქტობრივად განაჩენია მთელი კრემლის პოლიტიკისთვის. თითქოს მოდი დავიცვათ საკვანძო ქალაქები, საკვანძო დედაქალაქები ომისგან. ამ მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი დაფიქსირდა მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში, სწორედ იმ რეგიონებში, რომლებსაც კრემლი აქტიურად იცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემებით. მაგრამ ეს უმეტესად ვერ დაიცვა, ისინი უკრაინული შორმანძილზე განხორციელებული დარტყმებისგან. თხოთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ვლადიმირ პუტინმა კვირას ინტერვიუში თქვა, რომ მან გასცა ბრძანება. აწარმოონ ხასუსამ, აწარმოონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი სისტემის შემუშავება, რათა სტრატეგიული ობიექტები იყოს დაცული. ფაქტობრივად პუტინმა აღიარა, რომ ეს სისტემები არ არსებობს. ისინი ფიზიკურად არ არსებობს, ფიზიკურად არ ყოფნით. ამიტომ პუტინი ამბობს, მე დავავალე მეტი წარმოება, მეტი შემუშავება, რათა იქნებ მომავალში ოდესმე დავიცვათ ის, რაც დარჩება, მაგალითად, ნავთო გადამამუშავებელი საწარმოებისგან. და აი ომის კვლევის ინსტიტუტის დასკვნა პირდაპირია. ვლადიმირ პუტინი ცდილობდა, რომ დიდ ქალაქებს ომის შედეგები ნაკლებად ეგრძნოთ, მაგრამ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ამ ომით, რადგან კრემლმა ვერ შეძლო რუსები ომის შედეგებისგან დაეცვა. და როგორც ჩანს, უკრაინული დრონებისა და რაკეტების თავდასხმების ფსიქოლოგიურმა ეფექტმა იმუშავა. სხვათა შორის კლებულობს რეიტინგიც კრემლთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოგითხვის მიხედვით.
ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 5%-ული პუნქტით დაეცა, 74-დან 69%-მდე. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ყველაზე მასშტაბური დათქმა მიაყენა მოსკოვის ოლქს. ეს მაშინ იყო, როცა კაპოტნეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწოდა. პუტინისადმი ნდობის დონე სტაბილურად იკლებს 2026 წლის თებერვლიდან, ხოლო რუსებს შორის მშვიდობის სურვილი ახლა ზღვის დონეზე. კიევის კონფლიქტოლოგიისა და რუსეთის ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსების 81% მზად არის უკვე ხვალე მხარი დაუჭიროს ომის დასრულებას. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია შეჭრის დასაწყისიდან, მაშინ როცა ომში გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეების რაოდენობა 18-დან 9%-მდე შემცირდა. ანუ სულ რაღაცა 9% დაუბანელი რუსებისა მხარს უჭერს ომს გამარჯვებამდე. მაგრამ და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. თავად ვლადიმირ პუტინი ამ კითხვაზე პასუხობს. არა. ინტერვიუში კვირას მან ისაუბრა კიევის წინადადებაზე, რომ ორივე მხარემ უარი თქვას ერთმანეთის ტერიტორიაზე დართმებზე და შეზღუდოს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ მიანიშნა, რომ არ ეთანხმება, რადგან მისი თქმით, ეს უპირატესობას მისცემს უკრაინის არმიას. თავარ ამოცანად მან დაასახელა, ციტატა, „ჯდონბასისა და ნოვოროსიის საბოლოო გათავისუფლება“. ეს არის ესე ვთქვათ ამ ჩიხის ძირეული მიზეზი. რუს ხალხს შეიძლება ოდესმე მოუნდეს, შეიძლება არც მოუნდეს. რუსეთის ეკონომიკა აშკარად უკვე იწვის, ხოლო კრემლში მყოფი ადამიანი მაქსიმალისტურ მიზნებს ეჭიდება, რადგანაც ესმის, რომ ომის შემდეგ მას უბრალოდ საკუთარი ელიტები გაანადგურებენ, რომლებიც კითხავენ, აბა რა იყო საერთოდ ამ ომის იდეა. ეხლა ყველაზე შემაშფოთებელზე. იმ სიტუაციაში, როცა ვირთხას ვლადიმირ პუტინს კუთხეში აქცევენ, ეს ცოფი დაავადებული ვირთხა პირზე ქაფით ბოლო ძალებით ცდილობს შეტევას. ეს ბიოლოგია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის გენშტაბმა ამ ვირთხის ვლადიმირ პუტინის მოთხოვნი უკრაინაში ახალი შეტევის რამდენიმე სცენარი შეიმუშავა. ყველაზე სავარაუდო ვარიანტი მან ასე აღწერა. ყველაზე სავარაუდო ვარიანტი და ამას რამდენიმე მონაცემი ადასტურებს, შეტევითი მოქმედება ჩრდილოეთიდან, რუსეთის ტერიტორიიდან, ბრიანსკის ოლქიდან, არა კიევზე, არამედ ჩერნიგოვის ოლქზე. ანუ, სირსკის მიხედვით მოწინააღმდეგის ლოგიკა ასეთია. ამგვარად რუსეთი იმედოვნებს, რომ ფრონტის ხაზი გაავრცელოს და უკრაინა აიძულოს ძირითადი ფრონტის მონაკვეთებიდან ძალების გადაყვანა, სადაც ახლა აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. ანუ მიზანი არა იმდენად ოკუპაცია, რამდენადად უკრაინული ძალების გადაქანცვა და მათი გამოფიტვა. განიხილებოდა ბელარუსული ვარიანტიც, მაგრამ აქ კრემლს ხელი მოეწარა. რუსეთში განიხილავდნენ ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას ბელარუსის ტერიტორიიდან, თუმცა სირსკის აზრით, ბოლო მოვლენების შემდეგ რესპუბლიკა ნაკლებად დათანხმდება კვლავ მისცეს ტერიტორია თავდასხმის პლატფორმად. რატომ? იმიტომ რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მშვენივრად ესმის, რომ უკრაინული დრონები და რაკეტები სულ ერთ ღამეში უბრალოდ მთვრად აქცევენ მის მთელ ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას, ქარხნებსა და ენერგეტიკას. უბრალოდ ერთ ღამეში. ის ხომ მშვენივრად ხედავს რა ხდება რუსეთში. ამასთან თავად უკრაინა ჩრდილოეთში საკმაოდ სერიოზულად ემზადებდა. მაისში პოლიციის შენდებოდა ახალი გამაგრებული ნაგებობები და ნაღმური ბარიერები, ხოლო ივნისში სირსკიმ გამოაცხადა ახალი უპილოტო სისტემების დანაყოფების ფორმირების შესახებ, რომლებიც სწორედ ჩრდილოეთის მიმართულების დასაცავად იქნება განკუთვნილი. უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალმა პილნენკომ დააზუსტა. რუსეთის შეჭრა აქ შესაძლებელი იქნება, თუ საზღვართან 70,000 სამხედრო კონცენტრირდება, მაგრამ 2022 წლის სცენარის გამეორებას უკრაინის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ. აქაც როგორც თქვენ, იჩენს თავს ბელარუსის კვანძი, რომელზეც წინა გამოშვებებში თქვენთან ერთად საუბრობდით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ჩერნიგოვისა და კიევის იმართულებების გამაგრება საჭირო გახდა იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლა გააძლიერა, რათა ის ომში უფრო ღრმად ჩაეთრია. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ, ერთ სცენარზე არ გავჩერდეთ. ესკალაცია მზადდება არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. დასავლეთის დაზვერვები განგაშტეხენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის შესახებ. პოლონეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა პაულ შოტამ დღეს შემდეგი განაცხადა, ციტატა, ვლადიმირ პუტინი თავისი მარცხის მძევალია და ფსონებს კიდევ უფრო გაზრდის. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელოს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების წინააღმდეგ პროვოკაციები მოაწყოს. პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს ის თავის იმპერიულ მიზნებზე დაბრძოლებად განიხილავს. და სწორედ ამ კონტექსტში ცალკე ხაზია პოლონეთსა და უკრაინას შორის განხეთქილება, რასაც კრემლი აქტიურად იყენებს. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა ტომაშ სემანიაკმა გააფრთხილა, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა საინფორმაციო ოპერაციებისთვის.
მოსკოვის მიზანი მან ასე აღწერა. შეარყიოს ნდობა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, პირადად პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და გაამწვავოს დაძაბულობა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში. გავლენა მოახდინოს პოლონეთში მყოფ უკრაინელებზე. ეხლა გადავიდეთ რუსეთში ახალი მობილიზაციის ტალღის შესახებ გავრცელებულ ხმებზე. ასე ვთქვათ, პირდაპირ ბრძანება საყოველთაო მობილიზაციის შესახებ არ არსებობს და დიდი ალბათობით არც იქნება. მაგრამ არსებობს არაპირდაპირ ნიშნები, რომ კრემლი ძალიან მკაცრი ზომებისთვის ემზადება. ვლადიმერ პუტინმა გუშინ გააფრთხილა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქის მობილური ტელეფონის სახელმწიფო ბაზის შექმნას ითვალისწინებს. მოსკოველებს ახლა აიჯულებენ, რომ საზღვარგარეთის პასპორტზე განაცხადი მხოლოდ სახელმწიფო მესენჯერ მაქსის მეშვეობით გააკეთონ, რომელიც სხვათა შორის iPhone-ზე საერთოდ ვერ ჩამოიდვირთება. დამატებით, ის მოულოდნელი ჩაკეტო ჩრდილოეთის საზღვრებისა, რითაც ეს გამოშვება დავიწყეთ. საკითხი იმაშია, რომ კრემლი მაქსიმალურად აძლიერებს კონტროლს საკუთარ მოსახლეობაზე. ეს არის ყველა მობილური ტელეფონის ციფრული აღრიცხვა, ეს არის კონტროლი საზღვარგარეთის პასპორტების გაცემაზე და სასაზღვრო გადასასვლელების ჩაკეტვა. ეს ისაა, რაზეც რუსები უკრაინელებს დასცინოდნენ. ეხლა ზუსტად იგივე იღებენ. ეს არის მოსახლეობაზე კონტროლის ინფრასტრუქტურა. ზუსტად ის, რაც სჭირდება სახელმწიფოს, რომელიც არ გამორიცხავს ახალი მობილიზაციის ტალღას და უნდა რომ ყველა წვევამდელი, როგორც ითქვენ, არ გაიფანტოს. და თუ მაინც სადებენ გაქცევას, მათი ძალიან მარტივად თვალთვალი იქნება შესაძლებელი. მობილური ტელეფონის თვალთვალი ისედაც ძალიან მარტივია. ეხლა კი უბრალოდ აიჯულებენ, რომ დაარეგისტრირონ ისინი. და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რომლებიც ხაზს უსვამს, რამდენად სერიოზულად ემზადებიან ეხლა უკრაინა და ევროპა ვლადიმერ პუტინის ნებისმიერ ესკალაციისთვის. უკრაინამ და შვედეთმა შეთანხმდნენ 16 მრავალმიზნობრივი გამონადგურებლის Gripen E-ს მიწოდებაზე, რომელიც კომპანია Saab-მა დაამზადა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარია. թե როგორც გახსოვთ, ეს დიდი ცვლილების ნაწილია. რადგან 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს უკრაინამ და შვედეთმა გააფორმეს შეთანხმება მინიმუმ 100 Gripen E-ს ტიპის თვითმფრინავის შეძენაზე და მთლიანობაში გარიგება შეიძლება გაიზარდოს 150-მდე ესეთი მანქანით. გარდა ამისა, შვედეთი კიდევ 16 წინა მოდიფიკაციის Gripen C-დის ტიპის თვითმფრინავს გადასცემს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებაში უკვე 2027 წლის დასაწყისში შევა. მეორე ახალი ამბავი. უკრაინა ცვლის თავად საზღვაო ომის წესებს. უკრაინა მიმართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, მოწოდებით, რომ რუსეთის ჩრდილოანი ფლოტის გემები აღიარონ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად. ანუ არალეგალური, ხაზგასმით ვამბობ, არალეგალური სანქცირებული ნავთო პროდუქტების გადაზიდვა პირდაპირ აფინანსებს რუსეთის აგრესიას. ამიტომ ასეთი გემები ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ სამოქალაქო ტრანსპორტად. და ეს უკვე პრაქტიკაში მუშაობს. გასული წლის განმავლობაში უკრაინამ დააზიანა რუსეთის ჩრდილოანი ფლოტის დაახლოებით 12 გემი. მარტის თვეში ტანკერ Arctic Metagazზე თავდასხმის შემდეგ ვერც ერთი რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ტანკერი აღარ გაბედა ხმელთაშუა ზღვით გავლ. ეხლა მოსკოვას იძულებული აქვს თავისი ჩრდილოანი ფლოტის ტანკერები აფრიკის შემოვლით, კეთილი იმედის კონცხის გავლით ატაროს, რაც ლოგისტიკას ბევრად ძვირსა და ბევრად რთულს ხდის. ოდით შევაჯამოთ. შეუძლიათ თუ არა უკრაინულ შორმანძილზე დარტყმებს ვლადიმერ პუტინს ესკალაცია ჩაშაონ. პატიოსანი პასუხი. ერთდროულად კი და არა. ბოლო დღეებში ვიხილეთ დარტყმები ქარხნებზე, რომლებიც რაკეტების კომპონენტებს აწარმოებენ. დარტყმამ დუბნას კოსმოსური კავშირის ცენტრზე დროებით წაართვა რუსეთს მასირებული სარაკეტო შეტევების განხორციელების შესაძლებლობა. სატოვის კრიზისი აზიანებს რუსეთის ეკონომიკას არჩევნების წინ. საზოგადოება მიანიშნებს, რომ ან ჯერ კიდევ ვერ ხვდება რა ხდება, ან უკვე იწყებს სამომით დაღლას. ეს ყველაფერი რეალურად ზღუდავს კრემლის რესურსებს ახალი დიდი შეტევისთვის. მაგრამ მეორე მხრივ და სწორედ ეს არის მთელი პარადოქსი, იგივე დარტყმება შეიძლება არ შეაჩეროს არამედ პირიქით. ვლადიმერ პუტინი ესკალაციისკენ უბიძგოს. მაგრამ ნუ იჩხარებ დასკვნის გამოტანს. მაგალითად, პოლონეთის დაზვერვა რომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი თავისი მარცხის მძევალია და ის გაზრდის ფსონებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც უკვე ხელიდან უსხდება ამ ვლადიმერ პუტინს, ამ ვირთხას. აი სწორედ ეს არის ის მახე, რომელშიც ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდა. უკან დახევა მას არ შეუძლია, რადგან საჯარო დააკავშირა თავი დონბასისა და ნოუროსის გათავისუფლებასთან და გამარჯვებულის იმიჯთან. ვერც გაიმარჯვებს, რადგან რუსეთში ქახნებისთვის რაკეტები და უპილოტოები ყოველგრდე და ყოველღამი დაფრინავენ, როცა რუსეთი თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ხედავს. ბენზინი მთავრდება, ეკონომიკა ნელ-ნელა უფსკრუშია შვება და ასე შემდეგ. და რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იცდობს. ეს არის ფსონების გაზრდა.
აქედან მოდის სცენარები ჩერნიგოვის ოლქზე შეტევის, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ პროვოკაციების, საზღვრების დახურვის, მოსახლეობაზე ციფრული კონტროლის და ასე შემდეგ. რაც უფრო ძლიერია დათმობები, მით უფრო მაღალია ცდუნება ესკალაციისკენ, რათა ძალა დაამტკიცოს. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, სწორედ დიქტატორის ეს ბოლო მცდელობა გამოიწვევს იმპერიის საბოლოო კრახს. ისტორიაში ასეთი სცენარები ასეულობითჯერ განმეორებულა და ყოველთვის ასეთი ესკალაციის სცენარები რეჟიმის დაცემით სრულდებოდა. ამიტომ დაე ეს კუთხეში მიმწვდეული ცოფით დაავადებული ვირთხა სცადოს თავისი ბოლო ესკალაცია. აქ წერტილებს დავშო. თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპონეთ ზარზე და არ დაგაუცდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.